ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, დატოვა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გააკეთა. ბრიფინგს ესწრებოდა სოფო ბერიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ქართული ოცნების უყოფილმა თავმჯდომარემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირნათლად მოიხადა ვალი ქვეყნის ხალხის და პარტიის წინაშე. ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. მან ბუნებრივია ამ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და თქვა ის, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ლიდერობით ქართულმა ოცნებამ ქვეყანას უდიდესი საფრთხეები ააცილა და მოუტანა განვითარება ყველა მიმართულებით. სწორედ ამ ფონზე მას მიაჩნია, რომ პოლიტიკაში დაბრუნებისას მასზე დაკისრებული მისია მან ამოწურა და ახლა ცხოვრებაში სხვა ეტაპის დრო აქვს. ღარიბაშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გააგრძელებს. ბუნებრივია ამ განცხადებამ გააჩინა კითხვები, რომელი არის ეს სხვა პოზიცია და განიხილავს თუ არა მომავალში კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას. ჩვენს კითხვებზე პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არაფერს გამორიცხავს და სად გააგრძელებს საქმიანობას, ამას საზოგადოება თავად შეიტყობს. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მეწილად მოხდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძლე და მოახერხე. უფლის შეწევით და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ასევე ჩვენი პარტიის წინაშე. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადეული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. და ბუნებრივია ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა. ამავდროულად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამას დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს, მაგრამ ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნება სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავ თუ არა თუ არსებობს ალბათობები, რომ მე კიდევ დაბრუნდი პოლიტიკაში, გამორიცხული არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა როგორც მე ჩამოვაყალიბე და გითხარით, ჩემი ამჟამინდელი, ასე ვთქვათ, მთავარი мотиваცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და ასე ვთქვათ, დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს.
პოლიტიკიდან ღარიბაშვილის წასვლის თაობაზე უკვე მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი შეფასება შალვა პაპუაშვილმა მას მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის აღნიშნა რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი საფრთხეები ააცილა ქვეყანას და მათ შორის პაპუაშვილმა ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა COVID პანდემიის ეფექტური მართვისთვის. Ფიქრობ რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავხადოთ მას იმ საქმისთვის, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გაწია. მე ყველა შევახსენებ თუ რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში და შეგახსენებთ იმას, რომ მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირ წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემ კაბინეტშიც იყო, იმისთვის, რომ ეეძულებინა საქართველოს, რომ წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ ყველაფერი, რაც ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. ეს წრეხი მოდიოდა მაშინ ყველაზე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არის თანამდებობაზე ყველაზე უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც და გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელმა კაცმა პოზიციამ, პირდაპირმა პოზიციამ ამერიკის მათ შორის ელჩის პირისპირ და იქნებოდა თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან იმისთვის, რომ შესულიყავით ესკალაციაში რუსეთთან, მათ შორის უკრაინა გახსოვთ, მაშინ როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ, პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია ამის გამო, რომ ყველანაირად ასე ვთქვათ, შფოთი შემოეტანა საზოგადოებაში, რომ ეეძულებინა საქართველოს ხელისუფლება წასულიყო ესკალაციაში რუსეთთან, რისი ბოლოც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის როლი ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, მიუხედავად მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირ ზეწოლისა, არის ამ მხრივ განსაზღვრელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობა იყო განსაზღვრელი იმისთვის, რომ კოვიდის პერიოდიდან საქართველოს წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია მაშინდელი ყოფილი ელჩის, ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისთვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება. გახსოვთ, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდის ზრდა დაიწყო საქართველოში. ქართული ოცნების წესდების თანახმად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას გენერალური მდივანი კახა კალაძე შეასრულებს, ასევე წესდების თანახმად ახლა უნდა შეიკრიბოს პოლიტიკური საბჭო, ამის შემდეგ უნდა გაიმართოს პარტიული ყრილობა და ყრილობას ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უნდა წარუდგინოს.